სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული სარჩელი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში იგზავნება. პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გაუქმება ემუქრებათ საპასუხო ზომებისთვის ემზადებიან. ლელოს სარჩელი მზად აქვს 24 წლიანი ისტორიის მქონე ნაციონალური მოძრაობა სამართლებრივ ბრძოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებს. ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად ცხადდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 500 გვერდიანი დასკვნა, რომელსაც ხელისუფლების სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება. ადამიანის უფლებათა დარღვევის სისტემური ხასიათი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები, მისი ლეგიტიმაციის არაერთხელ აღიარება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება. ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტების, რომლითაც მმართველი გუნდი საკუთარ მოთხოვნას ამყარებს. ხელისუფლებას იმაზეც უწევს განმარტება, რატომ შემცირდა წინასწარ დაანონსებული 10-მდე პარტია საბოლოოდ 3-მდე და რატომ არ მოხდა ასაკრძალთა სიაში გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალა, რომელიც საბოტაჟში, ღალატსა და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში არაერთხელ დაადანაშაულეს. 9 თვე გადაწყვეტილების მისაღებად გამოხმაურება მძიმეა უცხოეთიდანაც ქართულ ოცნებას სარჩელის გადახედვისკენ უკვე მოუწოდეს. თათია ტაბეშაძე განაგრძობს ახლა ამ თემაზე პირდაპირ ეთერში საუბარს. თათია. ქართული ოცნების დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა უკვე არის დადასტურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სარჩელი ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება და სწორედ მისმა მოსამართლეებმა უნდა დაადგინონ, არიან თუ არა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულები ნაციონალური მოძრაობა, ლილუძლიერი საქართველო და გვარამია მელიას მიერ დაფუძნებული პარტია ახალი, იგივე კოალიცია ცვლილებისთვის და მიიღო საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იმის შესახებ, უნდა გაუქმდეს თუ არა აღნიშნული სამი პარტია, როგორც ამას მოითხოვს ქართული ოცნება. ბრალდებებს შორის კი წარდგენილი არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის ნაწილში უცხო ძალებისთვის ხელშეწყობა. აი ამ ბრალდებების წარდგენამდე ქართულმა ოცნებამ შეისწავლა 2003-დან 2025 წლამდე პერიოდი და მისი ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა აღნიშნული ბრალდებები და საბოლოო ჯამში კი შეიმუშავა უშუალოდ ეს სარჩელი, რომელიც ახლა გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. რა მტკიცებულებებს წარადგენს ის აღნიშნული სამი პარტიის წინააღმდეგ, ეს უშუალოდ გაირკვევა მხარეების პაექრობის ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც ის დაიწყება, თუმცა მანამდე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სავარაუდოდ წარდგენილი იქნება საგამოძიებო კომისიის დასკვნა და ასევე აი ამ სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო ტრიბუნებიდან გაკეთებული სხვადასხვა განცხადება ქართული ოცნების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს 9 თვიანი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ასაკრძალთა სიაში დასახელებული სამივე პარტია ამბობს, რომ არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მათი თქმით სასამართლო არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ, თავად სარჩელთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების მხრიდან ქვეყანაში ავტოკრატიის გაფორმების საბოლოო მცდელობა. იმდენად აბსურდული არის სამართლებრივი არგუმენტები, რომ თუ გახსოვთ საზოგადოებას თუ ახსოვს, რამდენიმე კასკადის ცვლილებების შეტანა დაჭირდა ქართულ ოცნებას კანონმდებლობაში, რომ ამ პროცესამდე მისულიყო. მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა არანაირ საფუძველს არ იძლეოდა პარტიების გაუქმების და მათ ჯერ ოქტომბერში, შემდგომ მათ ჯერ მაისში, შემდგომ ოქტომბერში შეიტანეს ეს ცვლილებები და პრაქტიკულად გაიმზადეს საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ ეს სარჩელი დაეწერა. თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში, ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები ცალსახად არის ჩვენ სასარგებლოდ. ბიძინა ივანიშვილმა და რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს ეროვნული და პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტურად მილიონამდე ამომრჩეველს ეუბნება, რომ მათი არჩევანი ივანიშვილის და რეჟიმისთვის არ არის მნიშვნელოვანი. 2008 წლის რუსეთის საქართველოში შემოჭრა ვინმეზე დაბრალება, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოს და მაშინდელ წარმომადგენლებზე დაბრალება არის ქვეყნის და ქართული ხალხის ღალატი. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სარჩელი არის სუსტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ მათ შორის ყველა შესაძლებლობა, სამართლებრივი შესაძლებლობა სიმართლის დასადგენად, მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც ვითხოვთ ანტიკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ის მუხლები, ის ჩანაწერები, რომლებიც რეალურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად საფუძვლებს, რაც გულისხმობს უბრალოდ პოლიტიკური ოპონენტის აკრძალვის და განადგურების მცდელობას.
საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დღეს შეშფოთება გამოხატეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეას წარმომადგენლებმა მათი განცხადებები გამოქვეყნდა ვებგვერდზე. შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანში საუბარი არის პოტენციურ ზიანზე, რაც შეიძლება ქვეყანას მიადგეს აღნიშნული სამი პარტიის გაუქმების შემთხვევაში. ერთი მხრივ შემიძლია აღვნიშნო, რომ პასეს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი პარტიის გაუქმების შემთხვევაში ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა დამყარდება პრაქტიკულად, ხოლო EUTHO-ს წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა პერსონალურად და როდესაც საქმე არის უკვე რამდენიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ეს იწვევს შეშფოთებას. აი ამ გზავნილებს გამოეხმაურნენ დღეს ქართული ოცნებიდან და თქვეს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა არის მათი ფუნდამენტური უფლება. რაც შეეხება უშუალოდ ამ განცხადებების შინაარსს, მმართველი გუნდიდან თქვეს, რომ უკვე მექანიკურ განცხადებებს აკეთებენ ევროპელები ბოლო პერიოდის განმავლობაში და რჩებათ მმართველ გუნდში ასეთი შთაბეჭდილება, რომ გააზრებული პოზიციონირებისაგან არის დაცლილი ესა თუ ის განცხადებები, რომელიც კეთდება ბოლო დროს სწორედ ევროპული ტრიბუნებიდან. დღესვე ასევე შეახსენეს უცხოელებს კიდევ ერთხელ, რომ გაეცნონ საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც საუბარი არის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრალდებებზე. რიგითი მოქალაქეების სხვადასხვა წოდების ადამიანები 6 თვის განმავლობაში საგამოძიებო კომისიას აწვდიდნენ ჩვენებებს, აძლევდნენ უпростоრად წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდათ მათ მიმართ. შესაბამისად ჩვენთვის ახალი არ ყოფილა, როდესაც პარტიების გაუქმების შესახებ სარჩელის შესახებ შევიტყვეთ ქართული ოცნების მხრიდან, ვინაიდან მმართველ გუნდს იმთავითვე ჰქონდა ნათქვამი, რომ ის აპირებდა ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას და ასევე ეს გადაწყვეტილება შეეხებოდა და ყველას, ვინც დაკავშირებული იყო წინა ხელისუფლებასთან პირდაპირ თუ ირიბად და აქვე კიდევ ერთხელ განუმარტავ, რომ ასაკრძალთა სიაში დასახელებული არის ნაციონალური მოძრაობა, გვარამია მელიას მიერ დაფუძნებული პარტია ახალი და ხაზარაძე ჯაფარიძის პარტია ლელო. სწორედ აი ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ჩვენება მისცა ასევე ხაზარაძე ჯაფარიძის წინააღმდეგ, როდესაც საუბრობდა წილების იძულებით დათმობაზე. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ სამი პარტიის გაუქმების შემთხვევაში ქართული ოპოზიციური ველი გაჯანსაღდება. თან საუბარი არის, რომ ვინც კონსტიტუციას დაარღვევს, პასუხი უნდა აგოს და თან ამბობენ, რომ ეს პარტიები თუ აკრძალა საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს პოლარიზაციას გაზრდისო. ამ დროს პირიქით არის, რა თქმა უნდა, ეს პარტიები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლარიზაცია იყოს ჩვენს ქვეყანაში და მათი აკრძალვა სწორედაც რომ პოლარიზაციას დაასრულებს და მეორეს ხო ჩვენ ვიცით, რომ ეს სამი პარტია არის ზუსტად ის პოლიტიკური აგენტურული ჯგუფები, რომლებმაც ომი გამოუცხადეს საქართველოში დემოკრატიას და ომი გამოუცხადეს საქართველოს კონსტიტუციას. ბრძოლის უნარიანი და თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის განსახორციელებლად არის აუცილებელი შესაბამისი პოლიტიკურად დაბინძურებული ველი ამ კრიმინალების, რომლებიც პოლიტიკურ მანტიაში იყვნენ გახვეული, აიწმინდოს ამ გვარი ძალებისგან და ქვეყანაში გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ მონოპოლიზირებული კრიმინალებისგან მონოპოლიზირებული პოლიტიკური ველში მათი ადგილი ჩანაცვლეს ჯანსაღი ოპოზიციით. საქართველოში არის დღეს რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების მხრიდან დაფუძნებული, თუმცა მათ ეს სარჩელი არ შეეხება, ქართული ოცნება მათ გაუქმებას არ მოითხოვს, ესენი არიან სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, გირჩი მეტი თავისუფლება და ფედერალისტები. იყო მოლოდინი, რომ ამ სიაში ასევე ყოფილიყო გიორგი გახარიას პარტია, თუმცა ეს მოლოდინიც არ გამართლდა, ისევე როგორც არ გამართლდა მოლოდინი იმის შესახებ, რომ უნდა ყოფილიყო ასაკრძალთა სიაში კონკრეტული პერსონების სახელები და გვარები და აი ამაზეც ქართულმა ოცნებამ თქვა უარი. შესაბამისად მე შეჯამებისთვის გეტყვით, რომ ასაკრძალთა სიაში არის სამი მსხვილი პარტია, ნაციონალური მოძრაობა, ლელო ძლიერი საქართველო და გვარამია მელიას მიერ დაფუძნებული პარტია ახალი იგივე კოალიცია ცვლილებისთვის. მადლობა, თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.